გავაგრძელოთ პროცენტებზე სხვადასხვა სახის ამოცანების შესწავლა და დავაკვირდეთ ეკრანზე გამოსახულ ცხრილს. ამ ცხრილში არის მოცემული სამი ტიპის პირობა და შევეცადოთ გავცეთ პასუხი ამ პირობაში დასმულ კითხვაზე. პირველი შეკითხვა ასეთი. 8 რამდენი პროცენტია 25-ის? ამ პირობიდან შევეცადოთ ამოვიცნოთ თუ რამდენი არის პროცენტის გამომსახველი რიცხვი, ნაწილის და მთელის. რახან გვეკითხებიან პროცენტს, ესე იგი ის ჩვენთვის უცნობია და ამიტომ პროცენტის გრაფაში დავსვათ x-ი. რახან 8 არის 25-ის რაღაცა პროცენტი, ესე იგი ის არის 25-ის რაღაც ნაწილი. ამიტომ 8-იანი დავწეროთ ნაწილის შესაბამის უჯრაში. ხოლო 25 არის ჩვენთვის მთელი, საიდანაც ვითვლით პროცენტს. ამიტომ ის დავწეროთ მთელის გამომსახვალ უჯრაში. ეხლა ეს მონაცემები ჩვენ გადავანაწილოთ და ჩავსვათ ქვემოთ მოცემულ პროპორციაში, ფორმულაში. რახან ნაწილი არის 8, დავიწყოთ 8. მთელი გვაქვს 25. პროცენტი არის x და ჩავსვათ x პროცენტის ნაცვლად და ქვემოთ მნიშვნელში 10. ეს პროპორცია ჩვენ შეგვიძლია ამოვხსნათ პროპორციის ძირითადი თვისების გამოყენებით ან უბრალოდ გამოვსახოთ აქედან პროპორციის უცნობი წევრი. x უდრის მის ჯვარედინად მდგომი რიცხვი 25 დაიწერება მნიშვნელში, ხოლო მრიცხველში დანარჩენი ორი რიცხვის ნამრავლი. გავამარტივოთ. გავყოთ 25-ზე, აქ იქნება 1, 100 რო გავყოთ 25-ზე არის 4, 4 ჯერ 8, 32. ესე იგი ჩვენი საძიებელი პროცენტი, ანუ x ყოფილა 32-ის ტოლი. გავაკეთოთ მეორე პირობა. გვეკითხებიან, რისი 40%-ია 18? ანუ ამ შემთხვევაში უკვე პროცენტი მოცემულია, ის არის 40-ის ტოლი. რაღაც საწყისი რიცხვი გვაინტერესებს, რისი 40%-იც არის 18. ესე იგი ის მთელი ნაწილი არის უცნობი. ანუ საიდანაც პროცენტი უნდა დავთვალოთ ჩვენ, რომ მივიღოთ 18. ესე იგი ნაწილი არის 18. ჩავსვათ ეს მონაცემები ჩვენს ფორმულაში, გვექნება 18 შეფარდებული x-თან უდრის 40 100-თან. x პროპორციის უცნობი წევრი უდრის 40 დაიწერება მნიშვნელში 18-ის და 100-ის ნამრავლი მრიცხველში. შევკვეცოთ პირველ რიგში ნულები, ანუ 10-ზე გავყოთ მრიცხველს და მნიშვნელიც, კიდევ შევკვეცოთ 10 და 4 2-ზე, აქ იქნება 2 ზემოთ 5, შემდეგ 18 და 2 კვლავ იკვეცება 2-ზე, ქვემოთ იქნება 1 ზემოთ 9. დაგვრჩება 9 ჯერ 5 ზემოთ და ქვემოთ 1. ანუ 45. ანუ საძიებელი რიცხვი ჩვენი ყოფილა 45. ესე იგი 45-ის 40% არის 18. და მესამე მაგალითი, რა არის 45-ის 20%? ამ შემთხვევაში პროცენტი კვლავ ცნობილია, ის არის 20-ის ტოლი, ანუ ეს 20%. 45-ის 20%, ანუ საწყისი რიცხვი, საიდანაც უნდა დავთვალოთ პროცენტი, ჩვენთვის ცნობილია, ანუ მთელი 45 და ვეძებთ ზუსტად იმ ნაწილს. ჩავსვათ ეს მონაცემები ფორმულაში, ნაწილი არის x, უცნობი, მთელი არის 45, პროცენტი არის 20 და მნიშვნელში აქაც დავწეროთ 100. პროპორციის უცნობი წევრი x უდრის
100 დაიწერება მნიშვნელში 45-ის და 20-ის ნამრავლი მრიცხველში. შევკვეცოთ. მრიცხველის დამნიშნელიც გავყოთ 20-ზე, აქ იქნება 1 ქვემოთ 5. 45 მე-5, ანუ 9. x-ი არის 9, ესე იგი 45-ის 20% ყოფილა 9. იგივე სახის ამოცანები ჩვენ შეგვიძლია სხვანაირადაც ამოვხსნათ, თუ თქვათ ამ ფორმულის დამახსოვრება რთულია, ჩვენ შეგვიძლია ამ ამოცანის ამოხსნისთვის გამოვიყენოთ უბრალოდ პროცენტის განმარტება და მოვიქცეთ ასეთნაირად. თქვათ მაქვს რაღაცა რიცხვი, a რიცხვი და მე მინდა დავთვალო ამ a რიცხვის n%. როგორ ვაკეთებთ ამას პროცენტის განმარტების თანახმად? a რიცხვის n% ჩაიწერება ასეთნაირად. a უნდა გავყოთ 100-ზე, ეს არის 1% უკვე და ის უნდა გავამრავლოთ პროცენტების გამოსახვალ რიცხვზე, ანუ n-ზე. და ეს არის a რიცხვის n%. ანუ კონკრეტულ რიცხვებზე რო გავაკეთოთ, მაგალითად, რა არის 40-ის 20%. 40-ის 20% ეს არის 40 გამრავლებული 20-ზე და გაყოფილი 100-ზე. შევკვეცოთ. ნულები და დარჩება 8. 4x2 არის 8. იგივენაირად შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს წესი, როდესაც რომელიღაც არის უცნობი ჩვენთვის. ან ეს საწყისი რიცხვი, ან პროცენტი, ან საბოლოო ნაწილი. აი მაგალითად რისი 15%-ია 45. ანუ რისი, ესე იგი საწყისით ახლა x-ი, x-ის 15%-ია 45. ანუ ეს ჩავწეროთ ახლა ჩვენ ჩვეულებრივ ალგებრული გამოსახულების სახით და გამოვიყენოთ პროცენტის განმარტება. ანუ x-ის 15% როგორ წერთ ამას, ანუ ყოფთ 100-ზე და ვამრავლებთ 15-ზე არის 45, ანუ ვაკავშირებთ მას ტოლობით 45-თან და ვამარტივებთ ამ გამოსახულებას მხოლოდ. გამარტივება, ანუ გავყოთ ორივე მხარეთ 15-ზე, შეგვიძლია, ან 100-ზე გავამრავლოთ ორივე მხარე. აქ ასები შეგვეკვეცება, ანუ x ჯერ 15 უდრის 45 ჯერ 100. შემდეგ 15-ზე გავყოთ ორივე მხარე. აქ 15-ები შეიკვეცება. 45 და 15 იკვეცება 3-ზე და x-ი უდრის, ვხებულობთ, რომ x-ი უდრის 300-ს. ესე იგი 300-ის 15% ყოფილა 45. იგივენაირად თქვათ, უცნობია. ახლა პროცენტი არის უცნობი ჩვენთვის, გავაკეთოთ ერთი ასეთი მაგალითი და გვაინტერესებს ვთქვათ 120-ის რა პროცენტია, ანუ რაღაცა x%-ია 60. აქაც იგივენაირად ვწერთ, ვიყენებთ პროცენტის განმარტებას, ანუ 120-ის x%, როგორ ჩავწეროთ? მას ვამრავლებთ x-ზე, ყოფთ 100-ზე და ვუტოლებთ 60-ს. ამოვხსნით იგივენაირად ამ პროპორციას და ვიპოვით უცნობ წევრს. 100-ზე გავამრავლოთ ორივე მხარე. ეს არის 60 ჯერ 100 და ამოვხსნათ აქედან x-ი. 60 ჯერ 100 გავყოთ 120-ზე. 60 და 120 შეგვიძლია შევკვეცოთ, ქვემოთ იქნება 2, ზემოთ 1, საბოლოოდ გვაქვს 100 მეორედი, ანუ 50. ესე იგი 120-ის 50% ყოფილა 60.
ვცადოთ კიდევ ერთი გავაკეთოთ. მაგალითად ასეთი. ვთქვათ 70-ის 70-ის ვთქვათ ასეთი იყოს 8 რა პროცენტია 40-ის. ანუ ამას ასეთაირად შევწერთ, ესე იგი 8 არის 40-ის რაღაცა x პროცენტი. წერთ იგივენაირად 8 არის 40 გაყოფილი 100-ზე და გამრავლებული x-ზე. ამოხსნით ამ პროპორციას x-ის მიმართ და გვეცოდინება ზუსტად თუ 40-ის რა პროცენტია 8.